სოფელ კურდღელაურის ხევში ქალაქის ცენტრალური კანალიზაცია ჩაედინება, რომელიც მოსახლეობას უამრავ პრობლემას უქმნის. სოფელში მცხოვრებს ზაფხულობით ნაგვის სუნი და მწერები აწუხებთ. შიში კი არა, ბავშვებისთვის ეგ არის პირველი მტერი. ყველაზე ცუდი ეგ არის. მტერი წამოვაქვე, წარმავალი წამოვდე, რომ მაგას მოხდოს ყველაფერს. ავადმყოფობაზე სიკვდილია. ახლა ვიწყები, ახლა მეწეწვალები და რამდენი გველია. ამდენი კოღო, ამდენი ტარაკანია, ხო? ეს და გასაკეთებს მაგიჭი. ამას ყურებდება თუ არის ვინმე ისეთი რომ მიაქციოს ყურებდება. თავარი პრობლემა აქ არის არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების არამობილიზებაში ან ინფრასტრუქტურული პრობლემებში, არამედ პრობლემა თვითონ მოსახლეობაშიც. ვინაიდან ადგილობრივ მოსახლეობას აქვს საკმაოდ დაბალი დონე განმარტებული განათლებისა, ხდება ისეთი ნაგვის გადაყრა, რომელიც ნაგვის უნდა გადაიყაროს, არამედ ის შესაძლებელია, რომ ისევ მოსახლეობამ გამოიყენოს. ნაგვის გატანის პრობლემა აწუხებთ ქალაქში მაცხოვრებლებსაც. თელაველების თქმით, ნაგვის ბუნკერების დაცლა დროულად არ ხდება. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს ნაგავი კვირაში ერთხელ გააქვს, რაც საკმარისი არ არის. გავისა მაღაზიიდან გამოტანილი ნაგები, ხევში ჩაყრილი მაღაზიიდან და აფთიაქიდან გამოტანილი. ქალაქში 80-მდე ბუნკერია, რომელიც ნამდვილად არ ქმარა ქალაქს და კიდევ აპირებს მუნიციპალიტეტის გამგეობა ურნების დამატებას. რამდენი ნაგვის მანქანაა? 9-10 უხოს. ნაგვით არის სავსე თელავის რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაც, რაც თელაველების თქმით სასმელ წყალსაც უქმნის პრობლემას. წყალს დაბურღულიდან ვეზიდებთ იმას ვსვამთ. დასალებად ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ საშიში. იმის გამო, რომ უბნებში ონკანებზე სასმელი წყალი დაბინძურებული მოდის, მოსახლეობა იძულებულია წყალი წყაროდან მოიტანოს. დაბურღული წყალი მომაქვს მეტი წილი. იმიტომ რომ სუფთა წყალი არ მოდის, ტალახიანი წყალი მოდის. მით უმეტეს წვიმების შემდეგ. ადგილობრივების თქმით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პრობლემა გარე მოვაჭრეებმაც შექმნეს, რადგან ნაგავს არა იქვე მდგომ სანაგვე ყუთში, არამედ ქუჩაში ყრია. იმის გასარკვევად თუ რამდენად აღელვებთ თელაველებს ქუჩაში დაყრილი ნაგავი, გადავწყვიტეთ ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა. ნაგვით სავსე პარკი ქუჩაში დავდეთ. ჩვენს მიერ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ მოსახლეობის უმეტესობა მშვიდად აუარის გვერდი ნაგვით სავსე პარკს, რომელიც იქვე ახლოს მდგარ სანაგვე ყუთთან ეკდო. ეს არის გარკვეულად სამართალ თარგმანა, რომელსაც შეიძლება მოყვეს გარკვეული სანქცია. ესეთ შემთხვევაში ბატონო ჩემო, თუ მე ქვევითაც მოსიამოვნე მანქანაში მშდომა, რაიმე ნარჩენი, საყოფაცხოვრებო ნარჩენია, თქვათ, ნაყენის პარკი გადავაგდე ან ბოთლი, თქვათ, სასმელის გადავაგდე, ეს გამოიწვევს სამართალ დახურვის დაჯერებას 50 ლარის ოდენობით. თელავის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური მოსახლეობას უახლოეს მომავალში პრობლემების მოგვარებას პირდება.